გელათის თემით 2020 წელს დავინტერესდი. მაშინ, როცა გელათის თავზე ლურჯი ტენტი ფრიალებდა. თუმცა ეს ამბავი ბევრად უფრო ადრე, 2014 წელს იწყება. სწორედ 2014 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ორგანიზაცია საქართველოს მემკვიდრეობას დაავალა გელათის გუმბათის გადახურვის პროექტის მომზადება. გუმბათის პროექტი იუნესკოს გაუგზავნეს. მათგან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი სამუშაოებიც დაიწყეს და გუმბათი მწვანე კრამიტით გადაიხურა. 2018 წელს ამ მწვანე კრამიტით დაიწყეს ტაძრის მკლავებისა და ეკვდერების გადახურვა და სწორედ აქ დაიწყო პრობლემები. სამუშაოების დაწყებამდე მკლავების გადახურვის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იუნესკოსთვის არ გაუგზავნია და არც დაინტერესებულ პირებს უზიარებდნენ. სამუშაოები პროექტისა და წინასწარი გეგმის გარეშე დაიწყეს. პროცესში შეცვალეს მეთოდოლოგიაც და კრამიტის ხარისხიც. მარტივად რომ აგიხსნათ, გელათის გუმბათს როცა აკეთებდნენ, კრამიტი დაამაგრეს ხის ფიცრებზე. მკლავებზე კი ჯერ დაასხეს კირის ფენა და ზედ დააწებეს კრამიტი. იტალიელი იპოლიტო მასარი ძველი ნაგებობების წყლისა და ნესტისგან დაცვის სპეციალისტია. მაშინ მასარი სააგენტოს ურჩევდა, რომ კრამიტი კვლავ ხეზე დაემაგრებინათ, რადგან კირდუღაბზე მისი მოთავსება სახიფათო იყო. ასე აგიხდეთ ყველა კარგი ჩანაფიქრი, როგორც მასარის სიტყვები აგვიხდა მთელ ქვეყანას. თან კრამიტის ქვეშ ჩაყარეს დიდი ოდენობით გაურკვეველი წარმოშობის მასალა და სივრცე აღარ დაუტოვეს ჰაერს სამოძრაოდ. ანუ ბუნებრივი ჰიდროიზოლაციის სისტემა მოიშალა. ჩაყრილმა მასალამ და კირმა წყალი შეიწოვა და ერთგვარად ნესტიან ღრუბელად იქცა, რომელიც ვერც შრება, რადგან თავზე სახურავი ადევს და ქვემოთ მხატვრობისკენ უშვებს წყალს.